როცა ბავშვს მამა არ ყავს, ბევრი ჩაგრავს. როგორც მამა დაგიცავს, ისევე რაიმე დაგიცავს ამ ქვეყნად. 12 წლის ნათია და 10 წლის გაბრიელი ცოტა ხნის წინ დაუბრუნდნენ. ბავშვების საყვარელი მამიკო ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და მას შემდეგ და ძმის სახეზე ღიმილი აღარავის უნახავს. უმამო დარჩენილი ბავშვები ცდილობენ, რომ თავად გააკეთონ ყველა საქმე. გაყინული პატარა ხელებით მუშაობენ ბაღში. ნათია კი ისეთ ცივწყალში რეცხავს, რომ საბრალო ბავშვს თითები დაუბურს და მოყინვისგან. მალე შეშაც გათავდება. აქამდე მამას მიჰქონდა სახლში შეშა. ახლა კი რა ქნა პატარა ბავშვებმა? ტყეში ხომ ვერ ივლიან შეშის შესაგროვებლად. ბუნებრივია ირის სახლში შეყვანილია, მაგრამ გაზის გამათბობელს ვერ ყიდულობს შეჭირვებული ოჯახი. ბავშვებს ზილის დროსაც კი არ შეუძლიათ მშვიდად ყოფნა, რადგან გატეხილ საწოლზე სინავთ. სხვა ბავშვებს აქვთ გარემონტებული სახლი, კარგი ავეჯი, ლამაზი ოთახები. ჩვენ კიდე ერთი ოთახი გვაქვს, რომელშიც სამივე ვართ. პატარა ნათიას სახით ღირსეული შვილი ეზრდება ჩვენ სამშობლოს. მადლიერება ხომ ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭია. გოგონამ ფონდის კორესპონდენტს ყველა იმ მეზობლის სახელი უთხრა, რომელთაც ტკბინეული დასაკვები მიაქვთ ხოლმე ბავშვებთან. მე ძალიან მიყვარს ნაცხრები და მეზობლებმა რო იციან, რომ გაჭირვებულები ვართ, მოვაქვთ ხოლმე ნაცხრები ტკბილეული იქით. ძალიან მიჩვდება ხოლმე გული, რომ ასეთი კეთილი მეზობლები მყავს. სკოლის შემდეგ ნათია და გაბრიელი ბევრს შრომობენ საკუთარ ბაღში. შებინდებისას მოშიებულმა ბავშვებმა ვახშმობა დაიწყეს. ბაღშმად კი მხოლოდ ჩაი და ხმელი პური აქვთ. დაუბრლებულმა დაძმამ ასე ძლიერად ჩასჭიდა ხელი ერთმანეთს. ბავშვებმა პირობა დადეს, რომ თუნდაც ერთ ნატეხ პურსაც კი ყოველთვის თანაბრად გაიყოფენ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.